დილამშვიდობის 10-და ცოტა ვარშავაში წარმატებული და ბედნიერი დღე მოგცათ ყველას აბსოლუტურად. ესე იგი კვერცხის გულში ეძებენ თმას, ეძებენ ჩემს შესახებ, ესე იგი CSGO-ში არიან შენასვლელი ხალხო და CSGO-დან აქვთ გამოთხოვილი ვიღაცეების საბუთები და როგორ მიხარია CSGO-ში რო შეაღწიეთ ჩემს სახელზე და გვარზე რა აღმოაჩინეთ CSGO-ში როგორ მიხარია თქვენი თვალით რო ნახეთ და მიფიქსირებდით ერთხელ ხმას ჩემ ცხოვრებაში მეც ვერა ეს გამიხარდა რომ CSGO-ში შეძელით და შეხვედით მაგრამ იქ არ გაგიხარდეთ რა ქვია იმ CSGO-ში რაც იპოვეთ ვისზეც რაც იპოვეთ იქ იმას წლები აქვს მომატებული და გადაკეთებული აქვს ყველაფერი აბა ქალბატონო ნინო ვიბლიანო თუ არ შეაჩერებ შენს ბინძურ კამპანიას ჩემს წინააღმდეგ მე დაგიწყებ მერე კამპანიას იცი როგორ თელ მსოფლიოში შენი ფოტოები იქნება ოღონდ როგორც კორუმპირებული და მაგას გავაკეთებ ყველგან გადავაზიარებ დედამიწაზე ამერიკაში დავიწყებ და ზუგდიდში შენი სახლის წინ დავამთავრებ რა ქვია კამპანიას ამიტომ გირჩევ მოეგო გონს სახლის საბუთები ვინ მიაწოდა ადვოკატს და ვინ დაარღვია აქაც რა ქვია კანონი ნინო ვიბლიანმა მიაწოდა ნინო ვიბლიანს ვინ მიაწოდა აი თეგმა თავიმან თემური მიაწოდა გამოიტანეს საჯაროდ მაგრამ ნინო ტვინი რო გისკდება და განათლებასაც წაიღოთ ადვოკატმაც და ნინომაც რო არიცით იქ რატო არ დააკვირდით რომ რამაზი ვიბლიანი რამდენი წლის იყო ხელი რომ მოაწერინეთ და მოტყუებით რო წაიღეთ მიწები გახსოვთ იგი ის ფაქტიც არის იქ აღნიშნული 2001 წელს რამაზი რამდენი წლის იქნებოდა თქვენი აზრით 84-იანი არის აქაც კი კანონი გაქვთ დარღვეული კანონი არის დარღვეული ყველა სიტყვაში იქანე ვერ გავიგე ვისი გვარები ფიგური ვერ ვკითხულობ იმ საბუთში იმ ხელაზე გაურკვევლად წერია ყველაფერი და ჩხვიმიანი ვერ გავიგე ვინ არის და თუ ვინმე მიცით კომენტარებში დამიწერეთ ვინ არის მაგ ჩხვიმიანი ვინ არის ის ჩხვიმიანი რომელიც იქ ემოწმება რაღაცეებს და ხელს აწერს ის ჩხვიმიანი სახელი მინდა და ძალიან გთხოვთ ამ კომენტარებში და ამ პირადში მომწერეთ ქალბატონო ნინო მე იცოდე დაგიწყებ ცუდ კამპანიას მეც და გაგაშავებ იცი როგორ გაგაშავებ მე სიმართლით გაგაშავებ თუნდაც მეკითხებიან ხალხი რატო გეზიზღება შენ ასე ვიბლიანები და ნოდარიშერები მეზიზღებით რატო იცი ბავშვობა წამართვით არ დამვიწყებია ის ჩვენ ობლები რო ვიყავით და ნოდარიშერები მილიონერები იყავით მაშინაც თელი სახერხები რო გქონდა და ჩვენ სიცივეში ზამთარში რო უკვდებოდით და თქვენ ამ დროს გამხმარი შეშით ითბობდით თავს ვის გახსოვდათ ობლები ყველა შეეძლო კი არა ბაჩუკი ჩხიმიანმა ვიღაცამ რო შეშამოგვიტანა იმის გამო გაალახა ვიღაცა კაცი რას ქვია შენ იმას შეშები მიუტანეო იმებსო ძალიან კარგად მახსოვს მე ყველაფერი ნოდარიშერები მეზიზღება რატო მამა ჩემს თავი მოაკვლევიეს ჩემი ცხოვრების დაანგრევა მაგათი ხელით მოხდა მაგათ შეძლოთ ჩემი გადარჩენა ერთი ადამიანის წაყვანა სახლში მამა რომ მომიკვდა მის მერე შეძლოთ მაგათ ეპატრონოთ ჩვენი სახლისთვის ციხეების დირექტორები იყვნენ მაშინ ნოდარიშერები ეს თამაზი ვიბლიანი ვაჟკაცად რომ მიგაჩნიათ ესეც იყო მაგ დროს ეს რეზო რო კაცად რომ მიგაჩნიათ ეს რეზოც იყო მაშინ ის ოთარი რო არის იგიც იყო ოთარის ძმა ისიც იყო ჯემალიც იყო ეხლაც არიან
ყველა იმ იმაზე რა ქვია ყრილ იმაზე ჩემი გულისთვის რომ შეგროვდით სახობი რომ შეგროვდით ჩემი სიკვდილი რომ შეუკვეთეთ თელმა ნოდარიშერებმა შეუკვეთეს ჩემი სიკვდილი ხალხო ასე ბრძანება გასცეს რომ უნდა მომკვდარიყავი მე ნოდარიშერების უნდა ეყურებიათ შორიდან რომ გამოაცხადებდნენ ნატა მოკლესო ვინ მოკლა ძმა მოკლა რისთვის ბოზი იყო კაცო ათი თქვენ ბოზობას გამოვიტან გარეთ რა ქვია და მე მომკალით ჯერ თქვენ მოკლავთ ციცოცხლეში და მე ახლა 2 გრამით ყია მომკლავს თუ რა ქვია ტანკი გადამივლის ზედ რა მნიშვნელობა აქვს ჯერ თქვენ გნახავთ ადამიანებს მკვდარს ცოცხლად როგორც მე ვიარე 43 წელი მკვდარი კიდე არის ეს საკითხი არის რომელიც კიდე მაწუხებს ძალიან არასოდეს არ ყოფილა რომ ნუ ეხლა ხანდახან მოვიწყდება და არ უღნიშნავ რომ 4 კლასის განათლება და ქართული კარგად არ ვიცი ყველა ვიდეოში უღნიშნავ მაგას თითქმის იმიტომ რომ ეგრე არის ხო და ეძებენ ჩემს სიტყვების იმაზე დაიწყეს ვაჭრობა ჩემს სიტყვებზე ვაჭრობენ და ქალბატონი ადვოკატი ჩემს სიტყვებზე ვაჭრობს 4 კლასის განათლებით რო ვარ ქალი და თვითონ ხარის იურისტი და რა ვიცი მე 1000 ისინი გამოდეს რა ქვია მისი საბუთები და იმ ხელა განათლება არ გააჩნია ადამიანს რომ ადამიანის ინფორმაციები საჯაროდ კი გასაგები არის რომ იცი ინფორმაცია ადვოკატი ხარ გამოითხოვე გააქვს შენთვის ინფორმაცია მაგრამ საჯაროდ ასე პოსტებს არ მიუძღვნი მაგხელა განათლებაც კი არა აქვს რომ რამხელა კანონი დაარღვია და ჩემს სიტყვებზე ვაჭრობენ თვითონ კანონებს არ ღვევს კოდექსებს არ ღვევს კოდექსების მცოდნე ქალი არ ღვევს კანონებს და ჩემს სიტყვებში ხედავენ იმას რა ქვია უზუსტობას და იმაზე იწყებენ ვაჭრობას ქალბატონო ადვოკატო თქვენი ცხოვრება კანონდამრღვევად ითვლებით კანონის დამცველი თქვენ არ ახართ ხო და ასე არის ნინო ვიბლიანი არის როგორ გითხრათ ნინო ვიბლიანი არის ყველაზე ამაზრზენი ქალი როგორც ქალი ალბათ ამაზრზენი ქალი არის ჯერ მე მაგალითად მის ადგილზე რო ყოფილიყავი სვანეთში მე თანამდებობა რომ მქონოდა და ქალს რო გაებედა პირიქით გამიხარდებოდა რომ სვანის ქალმა ხმა მოიღო და ვიფიქრებდი იმას რომ всё დაამთავრდება სვანეთში ამძალადობას ჩვენ დავასრულებთ რომ სვანის ქალებმა მოისუნთქონ და იცხოვრონ როგორც რა ქვია ჩვეულებრივი ადამიანები რა ბავშვების უფლებები არის სვანეთში დაცული და რა ქალების უფლებებია სვანეთში დაცული არავის უფლებები არ არის დაცული გუშინ მაგალითად მომიგზავნეს ვიღაცა ქალი რომელიც აგინებდა სვანებს სვანები ისეთია სვანები ასეთია სვანები ისეთი არის სანამდეც ქალს არ ვეჩხუბე მანამდე რო გაუპატიურე ანუ მეკითხე მეუბნებოდა რომ იმასთან ეს არის ამასთან ნუ ჩაშვების ინსტიტუტი იყო აქანე უკვე ან ჩემ განუნდოდათ ინფორმაციის გატანა და ძალიან ბევრი ინფორმაციებს მაწვდი და ისეთ საზიზღარს და რო ვეჩხუბე ხო პასუხად რა გამცა იცი იმ ქალმა ლიკა თუ რაღაცა აწერია რო გაუპატიურებდნენ ის არ დაგვიწყებიაო და ეხლა რა ხდება სვანეთში ის როგორ არიციო მე ვარ სვანეთიდან წამოსული 2000 წლის მერე სვანეთში რა ხდება მე რა ვიცი აბა ხალხო ნამყოფი სვანეთში ისედაც ჭუბერის იქით სვანეთში არ ვარ ნამყოფი არ ვიცი წარმოდგენა არ მაქვს და მიგზავნიან ასე ხალხს და აინტერესებთ მემუქრებიან რომ ჩემი ბიძაშვილი არის თლა უფროსი ვინც ყავთ ის ჩემი უფროსი ის არის ბიძაშვილია ჩემი დეიდაშვილია ენას ამოგაგლიჯავენ საერთოდ გაგაქრობენ სად მოკლავენ ვერ გაიგებ მასეთ SMS-ებს მიგზავნიან რომ მაგათ ყავთ რაღაცა თანამდებობის პირი ნათესავები მე არავისი არ მეშინია არც თქვენი თანამდებობის და არც ნათესავების კიდე მე ღმერთის გარდა არავისი არ მეშინია